Dušenis კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა მშობლები აქციებს განაგრძობენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდეს წარმოადგინოს გეგმა თუ რა სამუშაოები ტარდება ბაზარზე უკვე არსებული პრეპარატების საქართველოში შემოსატანად და თუ არა რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. მშობლების თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობისთვის უკვე დაშვებულ წამლებს დაავადების პროგრესირების შეჩერება შეუძლია, რაც მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა. ბაზარზე ბოლო წლებში გამოჩენილი სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება და კვლევების ჩატარება აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის გენეტიკური დაავადების დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. პაციენტთა ოჯახების მოთხოვნებზე დღეს მორიგი განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ბაზარზე არსებულ წამლებსა და მათი გამოყენების პრაქტიკაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაციის მოძიება დამუშავების და სპეციალისტებთან კონსულტაციების მუდმივად მიმდინარეობს და სამუშაო პროცესი მშობლების, პაციენტების და ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით უნდა წარიმართოს. მინისტრს იმედი აქვს, რომ ზოგიერთ პრეპარატზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად გადაწყვეტილებების მიღებას, მედიკამენტების აღიარებას, რეგისტრაციას და შემოტანას. ბუნებრივია, რადგანაც კიდე ერთხელ ვიმეორებ და ყოველთვის ვამბობთ, რომ ყოველი დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და არაერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პერიოდშიც 28 დღის განმავლობაში დამძიმდა და არის კრიტიკულად მძიმე. ჩვენი მოთხოვნა დედების არის, რომ ჩვენ ორგანიზაციას დაგვიკავშირდეს მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო და წარმოგვიდგინოს გეგმა ამ ეტაპზე, ვისთან თანამშრომლობენ, რას აკეთებენ, რა ნაბიჯებს გამენ, რადგან ჩვენი როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.